გავიაროთ ის მონაკვეთები, რომელზეც აქტიურად საუბრობდით. მოდი აი თუ შეძლებთ ტექნიკურ ჯგუფს მიმართავ, ჩემი კადრიც გამოიტანოთ გვერდით, საერთოდ კაი იქნება. ისე. კარგი, მოდი გავაგრძელოთ, ესე იგი, პირველი რაც შეგვიძლია აქცენტი გავაკეთოთ, აი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ფრონტის ეს მონაკვეთი იყო პასიური, ვოლჩანსკის მიმართულება, სადაც რუსებმა ცადეს შეტევითი ოპერაცია და აქ მდინარეზე იყვნენ გაჩერებული, აქ მათ განაახლეს შეტევითი ოპერაციები და ქალაქის საკმაოდ ესეთი დიდი ნაწილი დაიკავეს მდინარის ასე ვთქვათ მდინარემდე მივიდნენ და ესე ვთქვათ დაჩების მიმართულებას ეძახიან ამას, ანუ დაჩების არეალის აღება მოხდა ტყემდე, ანუ ფრონტის ეს ორი ნაწილი ფაქტიურად შეერთეს, თუმცა ეს მონაკვეთი შეიძლება მაინც ლოკალურ ასე ვთქვათ საბრძოლო მოქმედებების ზონად ჩავთვალოთ, იმიტომ რომ აქ ჯერჯერობით რამე აქტივობა ან უკრაინელების ან რუსების მხრიდან სტრატეგიული მიმართულების არ ჩანს. ეხლა გადავიდეთ უკვე ფრონტის იმ ნაწილებზე, რომელიც მართლა საინტერესო არის ომის ბედის განსაზღვრისთვის. და რა თქმა უნდა, საუბარი იქნება კუპიანსკის მიმართულებაზე. ბოლოს, როდესაც საუბრობდით, მე ხსნიდი, რომ და ამაზე პოსტიც მედო, რომ თვითონ კუპიანსკის შიგნით უკრაინული ძალები საკმაოდ ცუდ სიტუაციაში არიან. იქიდან გამომდინარე, რომ აი გეოლოკაციები რაც გვაქვს რუსების ფაქტიურად აი ეს ერთი ქუჩა რო აიღო, აქ არის რკინიგზის ხაზი გადის და ეს დაშორება რუსების ერთ პოზიციასა და მეორე პოზიციას შორის ეს არის ჯვარედინი ცეცხლსასროლი იარაღის ჯვარედინი ცეცხლის პოზიცია, ანუ აქედან გამოსვლა არის პრობლემური, ან ფაქტიურად შეიძლება ფიზიკურად აქ ვინმე არის თუ არა ამის დადგენა ძალიან რთული არის, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში საბრძოლო მოქმედების დინამიკა იმდენად იცვლება, რომ რა თქმა უნდა ეს ყველა აღნიშნვა აქ რაც არის, ეს არის პირობითი და ეს კეთდება ისე, რომ აი თუ დავუშვათ დაფიქსირდა რუსების ჯგუფი ან კოპტერიდან ან რაღაც სხვა გეოლოკაციის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ ხოლმე ძირითადად კადრების მიხედვით, ну თვლიან რომ ეს პოზიცია აიღეს თუ მერე იგივე ადგილას არ დაფიქსირდა დავუშვათ უკრაინელების ჯგუფი, მაშინ ჩათვლიან რომ ეს პოზიცია უკრაინელებმა დაიბრუნეს, ხო და ну ხსნი იმას რომ რეალურად ოპერატიულ ალყაში არიან ის ძალები, რომლებიც აი აქ არიან განლაგებულნი კუპიანსკში. და ეს რო ძალიან რთული სიტუაცია არის, ამას რა თქმა უნდა აცნობიერებს უკრაინული სარდლობაც და მე რასაც ვადევნებდი თვალყურს, ბოლო 2-3 დღის მანძილზე აქტიური კონტრშეტევითი ღონისძიებები ტარდებოდა უკრაინელების მხრიდან, ანუ მასკოვკას და რადოვკას მიმართულებით, აი ეს მიმართულება აქტიური შეტევების არეალი იყო, გასაგებია უკრაინელების ამოცანა, მათთვის აუცილებელია, რომ აი ეს ასე ვთქვათ მიმართულება გადაჭრან და ამ შემთხვევაში თუ ისინი მოახერხებენ გარღვევას მდინარე ოსკოლამდე, მაშინ თვითონ რუსების დანაყოფები აღმოჩნდებიან ქალაქში ალყაში. უბრალოდ ჯერჯერობით ეგ კონტრშეტევები წარუმატებლად დასრულდა და ამ მომენტისთვის კრიზისული სიტუაცია არის უკრაინელებისთვის. ფაქტიურად რუსების ამოცანა ეხლა არის, აი აქ არის მაღალსართულიანი შენობების უბანი, მიკრორაიონი, რომელიც წარმოადგენს უკრაინელებისთვის კუპიანსკის აი სამხრეთი მიმართულების საბოლოო საყრდენ პუნქტს. თუ აი ეს კონკრეტული მაღალსართულიანი
მიკრორაიონი დაიკარგება, ფაქტიურად ეს ძალები ოპერატიული ალყიდან სრული ალყის მდგომარეობაში გადავლენ ერთი და საკმაოდ დიდი რაოდენობით უკრაინული დანაყოფები, რომლებიც მდინარე ოსკოლის აქეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ სანაპიროზე არიან განლაგებული, ასევე ხვდებიან ძალიან რთულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ძირითადად მათი უკვე არიან რთულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ძირითადად მათი მომარაგება ხდებოდა კუპიანსკის გავლით. რა თქმა უნდა, ახლა მდინარე ოსკოლზე არის სხვა ხიდებიც, რომლებიც აქტიურად იბომბება, მაგრამ პონტონური დროებითი ხიდების მეშვეობით მაინც ხერხდება, რა თქმა უნდა, ამ დაჯგუფების მომარაგება, მაგრამ კუპიანსკის დაცემის შემთხვევაში რუსები გააგრძელებენ გარღვევას უკვე სამხრეთის მიმართულებით და აქ არა მარტო ქალაქის მასშტაბით შესაძლებელია, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტერიტორიის, ანუ მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროს მთლიანი, ასე ვთქვათ, ფრონტის მონაკვეთის ჩამოშლა მოხდეს. აქედან გამომდინარე უკრაინელების მცდელობა, რომ აი აქ კონტრშეტევითი ოპერაციით ეს მიმართულება გადაჭრან, სრულად გასაგებია, უბრალოდ ჯერჯერობით წარმატება მაგ მიმართულებით ვერ მიაღწიეს. მოდი ხა აქ აი ფრონტის ამ მიმართულებას რაც შეეხება, ძალიან განსხვავებული ინფორმაციები მოდის. მოდი ამ ჯერზე აქ დეტალებში არ შევალ, იმიტომ რომ ცოტა მგონია, რომ დრო ჭირდება, რომ გაირკვეს მოკლედ აქ რა ხდება, იმიტომ რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები მოდის, მარტივად რო ვთქვათ და ეხლა გადავდივართ სევერსკის მიმართულებაზე. ჩვენ როდესაც ბოლოს ვარჩევდით ფრონტის მდგომარეობას, აი აქ არის კრემენნაია სამხრეთით იყო ეს სერებრიანკის სატყეო მეურნეობა ერქვა, ანუ საკმაოდ დიდი რაიონია, ტყით დაფარული, რომელიც წარმოადგენდა უკრაინელების საყრდენ თავდაცვით ზონას. მისი დაკავების შემდეგ რუსებმა დაიწყეს ქალაქ ლიმანის შტურმის მოსამზადებელი საქმიანობა და პარალელურად სევერსკის ჩრდილოეთით თავისი პოზიციების გამყარება. ეს არის ქალაქი ლიმანი, წარმოადგენს უკრაინელებისთვის სტრატეგიულ ქალაქს, იქიდან გამომდინარე, რომ ლიმანის დაკავების შემთხვევაში აი გადის მდინარე სევერსკი დონეცი და ლიმანის აღების შემთხვევაში უკვე რუსები ჩრდილოეთიდან სლავიანსკის მიმართულების ასე ვთქვათ წინა მდგომარეობაში მოხვდებიან. ანუ აი ეს მდინარის აი ამ სანაპიროს აღება ნიშნავს, რომ სლავიანსკ-კრამატორსკის შტურმისთვის, რაც არის რუსებისთვის სტრატეგიული ამოცანა, რუსებისთვის პროგრამა მინიმუმი ამ ომში არის სლავიანსკ-კრამატორსკის აღება, რითიც აი ეს დონეცკის ოლქი რაც არის, აი ამ დონეცკის ოლქის აღება ფაქტიურად დასრულებული იქნება. და ჩვენ მერე სხვა ფრონტის მიმართულებებსაც რო გავარჩევთ, გასაგები გახდება, რომ პოკროვსკის და კონსტანტინოვკას შტურმი ზუსტად მაგ ამოცანას ემსახურება, ანუ თუ ლიმანის აღება წარმოადგენს სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულების ჩრდილოეთ ფლანგის უზრუნველყოფის ოპერაციას, პოკროვსკ კონსტანტინოვკას მიმართულებით მიმდინარე ხა შეტევები წარმოადგენს სლავიანსკ-კრამატორსკის შტურმისთვის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი მიმართულების მომზადებას. ანუ ფაქტიურად რუსების ამოცანაა, რომ აი ეს უზარმაზარი აგლომერაცია, რომელიც ფაქტიურად ერთმანეთში გადადის, აი სლავიანსკი როგორც დასახლებული პუნქტი თითქმის გადადის მერე კრამატორსკში და ეს დასახლებული პუნქტების წყება მოდის კონსტანტინოვკამდე. და ეს არის რუსების ამოცანა მინიმუმი, ანუ 2026-27 წლებში აი ეს ტერიტორია თუ დაიკავეს, რუსები ჩათვლიან, რომ პროგრამა მინიმუმი შეასრულეს. რო დაუბრუნდეთ ლიმანის შტურმის წინამოსამზადებელ
სიტუაციას სერებრიანკის მეტყევების აღების შემდეგ რუსებმა აქ დაიწყეს ქალაქ იამპოლის შტურმი და მისი ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავეს. უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იამპოლის შენარჩუნება, რადგან ქალაქ ლიმანის ესეთი ფრონტალური შტურმი რუსების მხრიდან იქნება ფაქტურად სუიციდი. რატო? აქ არის გაშლილი სივრცე, ლიმანთან ახლოს ესეთი დასახლებული პუნქტები, სადაც შეიძლება ჯარის დაგროვება არ არის და ამ გაშლილ ტერიტორიაზე რუსებს თუ მოუწიათ მაგალითად ზარეჩნიდან ბრონესატანკო კოლონებით გადასროლა თავისი, ასე ვთქვათ, დანაყოფების, ეგ ნიშნავს არანორმალური რაოდენობის დანაკარგებს მათი მხრიდან და ესე ამ ქალაქს ვერ აიღებენ. ამიტომ მათი ამოცანა არის როგორც აღმოსავლეთიდან იამპოლის აღების შემდეგ ეს ტყის მასივები გამოიყენონ და სევერსკი დონეცის მიმართულებაზე ზურგში შევიდნენ ლიმანის, ასევე ჩრდილოეთით ზუსტად იგივე ლოგიკით მიმდინარეობს ახლა შტურმი აი ამ დასახლებული პუნქტების ნოვოსიოლოვკას და დერილოვეს და მათი აღების შემთხვევაშიც ისინი ცდილობენ რომ გავიდნენ სევერსკი დონეცის სანაპიროზე და აქაც ტყის მასივებით შესაძლებელია მერე რომ ლიმანის ზურგში აღმოჩნდნენ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ფრონტალური შეტევის მაგივრად რუსების ამოცანაა იამპოლის და ნოვოსიოლოვკას აღების შემთხვევაში აი ამ რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე ლიმანის ფაქტიურად ალყაში მოქცევა. და რა თქმა უნდა აქ უნდა გავავარჩიოთ ასევე სევერსკის მიმართულება, აქ დიდი ცვლილებები ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ არ მომხდარა. სევერსკის ჩრდილოეთით რუსებმა დაიკავეს ეს პოზიციები და აქ შტურმის მიმართულება გაჩერდა ფაქტიურად და თავის ყურადღება გადაიტანეს სამხრეთ მიმართულებაზე, ანუ ამოცანაა რომ სევერსკის შტურმი სანამ დაიწყება ანუ მინიმუმ 3 მიმართულების უზრუნველყოფა მოხდეს. მათ აქვთ ახლა ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი მიმართულება და სავიანკას მიმართულების აღების შემდეგ უკვე მესამე შტურმის მიმართულებაც გაიხსნება მათთვის, ამიტომ სევერსკის ფრონტზე ძირითადი ძალისხმევა რუსების არის გადატანილი აი ამ სამხრეთის მიმართულებაზე. თუმცა სევერსკის ფრონტი ალბათ ყველაზე წყნარია, ძალების კონცენტრაცია აქ დაბალია, როგორც ჩანს, პრიორიტეტს ამ ზამთრის კამპანიაში ჯერჯერობით არ წარმოადგენს. აი რაც შეეხება კონსტანტინოვკას, აქ წინა გარჩევაში ვამბობდი, რომ საკმაოდ ესეთი სტატიკური ფრონტი იყო, მაგრამ ცვლილებები მოხდა, კონკრეტულად ეს სწორედ წარმოვთქვა თუ არა კლებან ბიკ ესეთი დასახლებული პუნქტია, წარმოადგენდა უკრაინელების თავდაცვის მნიშვნელოვან პუნქტს კონსტანტინოვკას მიმართულებაზე, რატო აქ არის ესეთი ბუნებრივი ზღუდე, წყალსაცავი და აი აქ უკრაინელების მოწინავე, ესე ვთქვათ, პოზიციები იყო განლაგებული და ალბათ ერთი თვის მანძილზე აქ ცდილობდნენ რუსები, რომ ეს ტერიტორია აეღოთ და ამ დასახლებული პუნქტის კლებან ბიკის დაკავების შემდეგ ფაქტიურად ეს ნაწილის რეალურად დაკარგულია, იმიტომ რომ აქ ამ ტერიტორიაზე რამე შენარჩუნება უკრაინელების მხრიდან ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ლოჯისტიკურად უკვე აქ ვერც მომარაგება ვერ მოხდება და ვერც დამატებითი ძალების შემოყვანა და ვერც დაჭრილების ევაკუაცია, ამიტომ ფაქტიურად აი ეს ბუნებრივი ზღუდე რუსებმა აიღეს და შემდეგი შტურმის მიმართულება უკვე იქნება ეს დასახლებული პუნქტების წყება, რომელიც თვითონ კონსტანტინოვკამდე მიდის, პირველი ეგეთი პლაცდარმი რუსებმა უკვე შეიქმნეს აქ აღმოსავლეთ მიმართულებით, თუმცა
სხვა შტურმის მიმართულებების ანალოგიურადაც სანამ ისინი ვერ შეძლებენ რომ დასახლებული პუნქტის მინიმუმ 3 მიმართულებიდან შტურმის შესაძლებლობა უზრუნველყონ, მანამდე თვითონ ქალაქში შეტევა ნაკლებად მოსალოდნელია. ამიტომ კონსტანტინოვკას შტურმი ალბათ უკვე 2026 წლის გაზაფხულის კამპანიის ფარგლებში არის დაგეგმილი. და ახლა მივედით ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთზე. ალბათ გახსოვთ, რომ ჩემი ბოლო ფრონტის ანალიზის ფარგლებში საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ აი ამ მონაკვეთს. ეს არის პოკროვსკის ჩრდილოეთით რუსების ეს გარღვევის მიმართულება, სადაც უკრაინელებმა განაცხადეს, რომ აქ იყო მათი კონტრშეტევა და აქ რუსები ყავდათ ალყაში. მაშინ მე ვამბობდი, რომ რეალურად ეგ კონტრშეტევები მართლა განხორციელდა, აი ეს ტერიტორია უკრაინელების მიერ იყო დაკავებული, ესეც უკრაინელების კონტროლ ქვეშ იყო და ფაქტიურად საკმაოდ პატარა მონაკვეთი რჩებოდა, რომლითაც მომარაგება ხდებოდა ამ პლაცდარმის და აქ იყო გადმოსროლილი უკრაინელების ყველაზე ბრძოლის უნარიანი დანაყოფები, მათ შორის აზოვის ბატალიონი. როგორც ჩანს, უკრაინელების ეგ კონტრშეტევა ვერ დაგვირგვინდა წარმატებით, ანუ ვერ მოხდა ამ ყველაფრის გადაჭრა, იმიტომ რომ რა გეოლოკაციაც ახლა მოდის, რუსები პირიქით ამ მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ, მათ მოახერხეს აი ამ ესე ვთქვათ ლოჯისტიკისთვის კრიტიკული სიტუაციის გამოსწორება და გააფართოვეს თავისი კონტროლის ზონა, ანუ უკან ისევ აიღეს ნიკანოროვკა და დაიკავეს დაროჟნე და პარალელურად დაიწყეს უკვე შტურმი შახოვის მიმართულებით. ვლადიმიროვკა მათ დაიკავეს, აქ ფოტო-ვიდეო მასალაც იყო უკრაინული მხრიდან, როდესაც ამ მიმართულებით რუსების ჯავშან კოლონის მიმართულებით დარტყმებს ახორციელებდნენ თავისი FPV დრონებით, ანუ უკრაინელების მონაცემებიდან ვიცით, რომ ამ მიმართულებით შტურმი იყო და რუსებმა დაამყარეს თავის კონტროლი აქ და ფაქტიურად სიტუაცია ამ მიმართულებით შემოტრიალდა, როგორც ჩანს, რუსებმა თავისი რიცხობრივი უპირატესობის რეალიზება აქ მოახდინეს და უკრაინული ელიტური დანაყოფების კონტრშეტევა ჩავარდა, ამიტომ შახოვოს დაცემის შემთხვევაში რუსების პლაცდარმი აქ აი რაღაცა წვრილი ასეთი საკმაოდ სარისკო გარღვევიდან უკვე გადაიქცევა ისეთ ძლიერ ფლანგურ პოზიციად, რომლის გადაჭრაც ფაქტიურად უკრაინელებისთვის შესაძლებელი აღარ იქნება და ეს შექმნის პრობლემებს როგორც კონსტანტინოვკასთვის, ისე შექმნის პრობლემებს პოკროვსკისთვის, სხვათა შორის აი აქ როჯინსკაიასთან მიმართებაში ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ აი ორი მომარაგების ხაზი არის დარჩენილი პოკროვსკისთვის, ეს არის E50 გზატკეცილი და ეს გზა, რომელიც როდინსკოესთან გადის. როდინსკოეს შტურმი ახლა მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე თვითონ ეს გზა უკვე სარისკოა და ამას ადასტურებს გეოლოკაციით მიღებული კადრები, ეს უკვე რუსულმა მხარემ გაავრცელა კონკრეტულად აი ამ გზაჯვარედინზე, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით უკრაინული განადგურებული ჯავშან ტექნიკის კადრები იყო, როგორც ჩანს, აქ ხდებოდა გადმოსროლა მათი რეზერვების და ფაქტია, რომ ეს გზა უკვე თითქმის გამოყენებას აღარ ექვემდებარება რაღაც კონკრეტულ გზაჯვარედინზე რაღაცა 5, 6, 7, 8 დამწვარ ჯავშან ტექნიკას რო ხედავ, ნუ მანდ უკვე მომარაგებისთვის მაგის გამოყენება ფაქტიურად შეუძლებელია. უკრაინელებს ეგ სიტუაცია, რა თქმა უნდა, თვითონაც კარგად ესმით, მათ შორის აი ამ მიმართულებაზე
მათ კონტრშეტევითი ღონისძიება განახორციელეს ზუსტად იმიტომ, რომ წინა გარჩევაზე ვსაუბრობდი, რომ რუსების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის აი ამ გზაჯვარედინამდე გასვლა, ეს პოკროვსკის მთელ მომარაგებას ფაქტიურად კეტავს და უკრაინელების ძალისხმევა ახლა, რომ ამ გზაჯვარედინამდე მიღწევის საშუალება რუსებს არ მიეცეთ. პარალელურად რუსებმა თავისი შეტევითი ღონისძიებების შედეგად შახტიორსკის მიკრორაიონი ფაქტიურად დაიკავეს, ანუ რამდენიმე შენობა, რა თქმა უნდა, დარჩენილია, მაგრამ ძირითადი მასივი ამ რაიონის მათ აიღეს. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ესეც არის მაღალსართულიანი შენობების რაიონი, დაუშვათ ქალაქის აი ამ ნაწილისგან განსხვავებით, აქ ერთ და ორსართულიანი შენობებია, რომელიც ვერ იქნება, ესე ვთქვათ, საყრდენი პუნქტი, ხოლო ამ ომში ქალაქებში ძირითადად გამაგრებული წერტილები არის ხოლმე ინდუსტრიული ზონები და ესეთი მაღალსართულიანი მიკრორაიონები და სამხრეთი მიმართულებით ამ მიკრორაიონის კონტროლი მათ საშუალებას მიცემს, რომ უკვე ქალაქის ცენტრისკენ აქტიური წინსვლები დაიწყონ.